მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მე გახლავართ გეთი ბერძენიშვილი, თქვენ უსმენთ რადიო ძველქალაქს ტალღაზე FM 107.9 და როგორც ჩვენმა ერთგულმა მსმენელებმა უკვე ანონსიდან იციან, ჩვენთან ახლა რადიოში სტუმრად არიან მთასულთა და მოგზაურთა კლუბი 10:0-ის წევრები, რომლებმაც ირანის ისლამური რესპუბლიკა მოიარეს და ნახეს საოცრებანი, როგორც მთაში, ასევე ბარში და ასევე ნახეს ძალიან ბევრი რამ, რაც ნამდვილად ღირს იმ ემოციების გადმოფრქვევად, რომელიც ახლა მოხდება აუცილებლად თქვენთან ერთად და მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტუდიის სტუმრები, ესენი არიან ირაკლი ჯულაყიძე, არჩილ გეგენავა და გიორგი ჯანელიძე, მთასულთა და მოგზაურთა კლუბ 10:0-ის წევრები, მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ესე დაღლილი სულ რამდენიმე საათის ჩამოსულები ხართ თქვენ საქართველოში, ქუთაისში და მოხვედით ჩვენთან. მადლობა თქვენ რომ მოგვიწიეთ გადაცემაში. იმდენად ველოდი. თან მივესალმებით მაყურებ მსმენელს, ასე რომ ვთქვათ, საკმაოდ ბევრი მსმენელი ყავს, ვიცი და ამიტომ ახლა შევეცდებით ჩვენი ემოციები გადმოვცეთ შესაბამისად. კი ბატონო. მოდით დავიწყოთ იქიდან, რატომ შეარჩიეთ აი ეს მარშრუტი ამჯერად, რა იყო ამისი განმაპირობებელი და შემდეგ უკვე მივყვეთ ქრონოლოგიას, როგორ წახვედით, რა იყო პირველი, ასე ვთქვათ, დანიშნულების ადგილი და ასე შემდეგ. ბატონო ირაკლი, მოდით თქვენგან დავიწყოთ. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ რაც გამოჩნდა Facebook-ი სრულიად შემთხვევით დაუმეგობრდი ფერეიდნელ ქართველს შაქრამ უნიკაძეს. დიახ. რომელსაც ამ მიმოწერის დროს შევპირდი, რომ ერთხელაც იქნება ჩამოვალ ირანში მეთქი. რადგან ეს დროც, როგორც ყოველთვის, არაორდინარულად და სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება, მოვიკიდე ზოგჩანთა და გავემგზავრე ირანში ჩემი მეგობრის, უკვე Facebook მეგობრის მაშინ, უკვე ძვანთაფიცის სანახავად. ნუ ჩავედი და შოკირებული დავრჩი, ეს იყო 2 წლის წინ. ანუ იმათი წელთაღრიცხვით 1393 წელს. დიახ და შოკირებული დავრჩი იმ ემოციებით, იმ ნანახით, იმ პატივისცემით, რაც იქაური ქართველები სხვა ერების, სპარსეთში მცხოვრები ერებისგან იმსახურებს და ყველაფერი ამის შემდეგ, მაშინ ჩვენ კლუბით 10:0 ვაპირებდით წასვლას, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო და ეს იყო სამსახურში დაკავებულობა, რომ ვერ მოახერხეთ ბიჭებმა, მხოლოდ მე მომიწია წასვლა, ასე ვთქვათ, დაზვერვის სახით და შემდეგ უკვე ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ დავგეგმეთ სერიოზულად ეს ექსპედიცია, ჩვენ ჩავინიშნეთ და გავიაზრეთ, რისი გადაღება გვინდოდა, რისი ნახვა გვინდოდა და რა გვინდოდა, რომ შემდეგ გადმოგვეცა ჩვენი ქართველებისათვის, საქართველოში მაცხოვრებელი ქართველებისათვის და მინდოდა, რომ დაგვეკავშირებია, უფრო მეტად დაგვეკავშირებია ერთმანეთთან ადამიანები. არ ვიცი, რამდენად, მაგრამ მე ვთვლი, რომ ექსპედიციამ გაამართლა, დასახული მიზანი, აბსოლუტურად ყველა მიზანი იქნა შესრულებული. ჩვენი მიზანი, იმასაც ვიტყვი, ბარემ რომ იყო მწვერვალზე შახანკუხზე ასვლა, სამთრის ასვლა, ერთი ასვლა გავაკეთა კლუბმა 10:0-მა, ვიყავი ასული, წელსაც გავაკეთეთ ეს 4080 მეტრი, ასევე მარანჯავის უდაბნოს, ულამაზესი უდაბნოს, უდიდესი ირანის უდიდესი ფოტოები, რომელიც ნახე რაღაც საოცარ დაწესილებას ტოვებს, ჯერ მისი, ვთქვათ, ლანდშაფტური განლაგებით და ფერებით და რა თქმა უნდა, უდაბნო ულამაზესი არის, უდაბნოში ბევრი ფერები არის, ნუ მე ვიყავი ადრე ნამყოფი ვარ გომის უდაბნოში და ეს ვიცოდი, მაგრამ ნუ მარანჯავის სულ სხვა არის, ეს მარილიანი უდაბნო ცოტა სხვა არის სპეციფიკა და ასევე ფერეიდნელი ქართველების ყოველდღიური ყოფის, მათი დღესასწაულის რომელიმე სიგვინდოდა აღნიშნო, ახლა სპეციალურად დაგეგმილი თქვა ქორწილი იქნებოდა თუ თქვათ ჭირის დღე იქნებოდა თუ რაც იქნებოდა, ამის გადაღება გვინდოდა, ჭირის დღე გვაცილა უფალმა არ ყოფილა ჩვენს დროს, ხინი და სტუმრის მიღების ტრადიცია და ეს გადავიღეთ, ძალიან ბევრი სპეციფიკური რაღაცები, ნუ ყველაფერს არ ვიტყობ, მაგალითად ხალიჩების ქსოვა რო არის, როგორ ქსოვენ ხელით ხალიჩებს, ეს გადავიღეთ, ქართველებს თაციხი არის, ირაკლი, ამას თქვენ იღებდით ვიდეოკამერით, ხო? ამას ჩვენ ვიღებდით როგორც ფოტოზე ახლა მოგეხსენებათ, არჩიკო იყო მთლიანად მობილიზებული და მთელი თავისი აღჭურვილობით, ვიდეოზე მოგეხსენებათ გიორგი ენუქიძე ოპერატორი არის აჭარის ტელევიზიის და ფლობს იმ შესაძლებლობებს, რომ გადაიღოს და კარგად გადაიღოს, ვიცით ჩვენ გიორგის შესაძლებლობების უყალამ და რა თქმა უნდა, დანარჩენი, ასე ვთქვათ,
რა მაინტერესებს უზრუნველყოფილი ვიყავით ჩვენი მეგობრებიდან, აი კიდევ ერთხელ მინდა თქვა ეს შახრა მონიკაძე, რომელიც არ ვიცი აბსოლუტურად თავზე დავეცი ისე მივედი, არც კი იცოდა რომ ჩავდიოდი, აი ეს გამოიწვია აღთოვანება მთელ სიმაში, რა ქვია, ფერაიდუშახში, ყველა გწლობდა, ყველა გვეფერებოდა, ყველა გვიძახოდა რომ ქართველს გაუმარჯოს. აი გული გვეთკინა იმაზე რომ საქართველოში ბევრ შენობებზე, ბევრ ობიექტებზე ქართული წარწერები აღარ არის და ან არის თურქული, ან არის სომხური წარწერები, ხა როგორც სომეხს და თურქალს იარბეს ვერ ჩემ, მაგრამ აღარ წარწერა. იქ სპარსეთის შუაგულში ისპაჰანის პროვინციაში, სადაც ოდითგანვე ქართველებისათვის სტრული გარემო იყო ადრე, თორე ახლა უდიდეს პატივისცემით მათ მიაგებენ უზარმაზარ პატივს, გუროიტყვირო გურჯი ვარ, ორი ნაბიჯით იხევენ უკან, აღთოვანების ჟესტს გამოხატავენ, მოდიან და სამჯერ გეაბორებიან მკერდზე. მართლა. დიახ. და ამის შემდეგ გეპატიჟებიან, მობრძანდით ჩაიდალიეთ, რა გნებავთ, რით დაგეხმაროთ. ანუ განწყობა არის ძალიან მეგობრული და შინაურიც კი, ხო? ეს საუბარია სპარსელებზე, ბახტიარელებზე, სომხებზე და მრავალ ქორდებზე და მრავალ სხვა ეროვნების ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ იქ. მე ახლა გურჯებზე არ ვლაპარაკობ. და როგორც ჩემი დაკვირვება, ხა ნუ აბო ბაჩიკოს თავის საქმე ქონდა, გიორგის თავის საქმე ქონდა, თავის საქმეზე აგერ როგორც თასრელი ლაპარაკებს გიორგიც და მე ჩემს საქმეზე ვამბობ, რომ ეს ყველაფერი იმის დამსახურება, რომ ქართველებმა თავისი სიტყვის კაცობით, თავისი პატიოსნებით, თავის პრინციპებისადმი ერთგულებით დანარჩენი იქ სპარსეთში მაცხოვრებელ ერებში გამოიწვიეს უდიდესი პატივისცემა. და ეს პატივისცემა ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. როდესაც გვეკითხებოდნენ ახლა ზოგი hello mister გვეთყოდა, ზოგი შურავი, ანუ რუსი ხარ გვეკითხება. ზოგი ჩანთოდა გვინახავდა, რომ ეტყოდი რომ ჩვენ არა, ჩვენ გურჯები ვართ, თან მქონდა ჩვენი მაიკები, მაისურები, ესაც მადლობა ქართული დროშაც ქალაქ ქუთაისის მერიას, ჩვენ როგორც ქუთაისლები ვიყავით ჩასული, ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ ჩვენ არა ვართ თბილისელები, ჩვენ არა ვართ ბათუმლები, ჩვენ ვართ იმერეთიდან, რომ ვართ ქუთაისიდან, ჩვენი ლოგოები, ქალაქის ლოგოები და ქართული დროშები ასე რომ თქვა და ძალიან ისე როგორი გარემო იყო ციცით აი აჩიკო უფრო მე უკვე მეორეჯერ ვარ ველოდი კიდევაც გარკვეულწილად რაღაცებს მე კიდე ალბათ მაშინ მოდი აჩიკოს შევეკითხოთ ახლა ხო როგორი იყო აი პირველი ემოცია შენი როდესაც აი ამ სუბკულტურაში მოხდი პირველ რიგში მივესალმები ჩემი საყვარელი რადიოს მსმენელებს ძველი ქალაქთან ერთად გავიზარდე და შესაბამისად ჩემი ოცნურობა სასიამოვნოა ჩემთვისაც და რაც შეეხება მეორე საკითხს მინდა ნებართვა ვიყო ხეთი თქვენგან და მადლობა მოუხადო იმ ადამიანებს ვინამაც ეს ჩვენი ექსპედიცია ასე ვთქვათ რომ შედგა რომ დაგვეხმარენ ადამიანებს და ორგანიზაციებს არ მინდა ისე გამომივიდეს რომ რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალმა და ექსტრამითმა ორივე ქუთაისური ბრენდია ჩვენთვის მით უმეტეს საამაყო რომ მოხდა ასე თქვა ჩვენი ექსპედიცია ამ ხალხის გვერდით დგომით და შესაბამისად ირაკლი მახსენა უკვე და ქუთაისის მერიაც ნაწილობრივ ჩაერთო ამ საქმეში. ახლა რაც შეეხება იმ ემოციებს, პირველ რიგში ჩემი ემოცია იწყება აზერბაიჯანიდან, როცა მივდივართ თეირანისკენ ავტობუსში. როცა პირველად შევედით და ჩვენ დიდი ჩანთებით და ყურადღებას ვიქცევდით დაწყებული თბილისიდან ბაქომდე და ბაქოდან თეირანამდე, ყველა გვაქცევდა ყურადღებას. აზერბაიჯანში ვიყავი ნამყოფი და იქ დამოკიდებულება უკვე მივხვდი რომ ქართველების მიმართ სასიამოვნო იყო იქაც მიუხედავად ხო იმ განსხვავებისა რაც სარწმუნოებრივი განსხვავება არის უბრალოდ და უფრო ასე ვთქვათ ძველი თაობას ახსოვდა ქართველებთან ურთიერთობა და ეს რაც შეეხება აზერბაიჯანს და შემდეგ ავტობუსში ჩავჯექი და იწყება ჩვენი ასე ვთქვათ თავგადასავალი პირველი ჩადრიანი ქალი აზერბაიჯანში სადგურზე შეხვდა ჩვენთვის პირველი გაოცება ასე ვთქვათ პატარა კულტურული შოკუნია რომელიც მივიღეთ და ბიჭებმა რაღაცა ჩუმად დავიწყეთ პაპარაცულად სურათების გადაღება ჩვენ არ ვიცით წინ აგველოდება ვიცით ემოცია ირაკლისი რომ ძალიან მაგარ სადღაც მივდივართ კაი ადგილზე და შემდეგ დროთა განმავლობაში დიდხანს გრძელდება ეს გზავრობა ვიღაცამ გაიგო რომ გურჯები ვიყავით ამ აზერბაიჯანიდან რაღაცა და ნუ კონტაქტი არანაირი კონტაქტი არ არის უბრალოდ ვარ ჩვენთვის გურჯები ცალკე უკან ნაწილში და ვიღაცები კიდე წინ და საბაჟოზე როცა მივედით ირანის საბაჟოზე მოხდა ასეთი რამ ჩვენ 5 საათი გაგვაჩერეს და ეს გაჩერების მიზეზი იყო სრულიად მისაღები და გასაგები ყველასთვის ალბათ ყველა მოგზაურისთვის იმიტომ რომ
ამდენი აპარატურით როცა ტურისტი მიდის, აპარატურა ქონდა საკმაოდ ბევრი ფოტოაპარატები, რაღაც იმათთვის გაუგებარი აპარატურა იყო და სანამ ამას ავხსნიდით, გავარკვევდით რა იყო, ვინები ვიყავით, ამან დრო წაიღო და მოხდა ისე რომ გაიწელა და უკვე ავტობუსშიც გველოდებდნენ დაიღალდნენ იქ და როცა ავედით პირველი ემოცია რაც იყო ყველას განათებული სახები რომ ხუთივე შევედით და გავხარდათ დამჯერით ჩვენ ადგილზე ბოდიში უხდა არჩილმა რომ ბაპატიეთო ჩვენი გულიცუზო და რას ლაპარაკობს და სათითაოდ დაიწყო უკვე ავტობუსი დაიძრა და დაიწყო სპარსელების მოსვლა ჩვენამდე ბიჭებო რა მოგივიდათ რატო გაგაჩერეს გულშემატკივრებდნენ ყველას და ჩვენ გვეგონა სულ სხვა რაღაცა მიზეზი დაკავების და ბოდიში ჩვენი ბოდიში იმათნაცა ჩვენ ვეუბნებით რომ გასაგებია ნუ ასეთი ქვეყანა ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს იმიტომ რომ ჩვენ ველოდით ამ ყველას საბაჟო კონტროლია ხადა ყველას ისიკანა და მოხდა ეს და მოკლედ პირველი ემოცია ჩვენი ბიჭების იყო ის ქართველებთან მიმართებაში რომ გაიგეს რომ ქართველები ვართ მე სათითაოდ გვაწერილებდნენ ტელეფონის ნომრებს იქაური თეირანელი სპარსელები რო ჩახვალ თეირანში თუ ვერაფერს ვერ წაყევით ტელეფონთან არ ქონდა ინტერნეტთან თუ მოხვდებით ტელეგრამი იყო იქ რაღაც ვაიბერი ისე ინტერნეტთან თუ მოხვდებით შემეხმიანეთ აუცილებლად მე აქ ცხოვრობ ეს მისამართია და ასე შემდეგ თუ ვერავინ ვერ დაგეხმარათ რაღაცნაირად ჩვენ გვინდათ რომ ქართველებს გვერდში დაგიდგეთ და სრული პირველი ემოციური შოკი ირაკლიმ რას თქვა დამოკიდებულებაზე ეს ორი ნაბიჯი ჩახუტებით რაღაცა ხო შოკში და მე არ ვიცოდი რომ რატო ხდება ეს კომუნიკაცია რა ენაზე ქონდათ არჩი body language ინგლისურიც იყო ყველაფერს აგებინებდით რომლებიც ინგლისური იყო და გიორგის ზუსტად ერთ-ერთი ფუნქციაც ეს იყო რომ კომუნიკაცია დაემყარებია და ეგ პრობლემა არ ქონია იყვნენ ისეთები რომელსაც საერთო ენა არ ქონდა არც ერთი არ იცოდნენ თქვა სპარსული იცოდა მაგრამ body language ამართლებს იმდენად ვავსებთ ყველაფერს რომ არ გითხრათ არ დარჩენილა საკითხი და არ დარჩენილა თემა რომელიც ჩვეულებრივად შეკითხვის რეჟიმში გადაწყდა შესანიშნავად გამოდის ეს body language და ხუმრობდით კიდეს ირაკლი მოდიოდა ამბით და ირაკლი დიცი გააგებით და საიდან ლაპარაკეთ ამდენი ასე აუხსენით ესე ხო მე არჩილ ხო და ნუ პირველი ემოცია ეს ხო ჩავედით მე იქ დაგვეხმარნენ ტაქსი როგორც აქ ხდება ტაქსის ძღოლები ანალოგიური ტაქსის ძღოლები არიან იქაც ავტობუსის ძღოლები როგორც საქართველოში ანალოგიური ანუ ეს საერთო ყველასთან და პირველი რო შეატყოს ამათმა რომ რაღაცა ტაქსის ძღოლებთან დაგეხმარებით ჩვენო რომ ნუ ბევრი არ გამოერთვათ და ტაქსის ძღოლებთან დაგვეხმარეს რაღაც მიგვიყვანეს გარკვეულ ადგილამდე ტაქსის ძღოლს ჩვენ რაც გითხეს აუხსნა ტაქსის ძღოლმა სინამდვილეში მაინც ტაქსის ძღოლა და ერთი სადგურის მაგალითად მეორე სადგურზე მიგვიყვანა სხვაგან ნუ იქ თანხაურივად ძვირი არ გამოურთე რომ გადავთვალეთ ჩვენს იმაზე მაგრამ უბრალოდ თან ეს ტაქსის ძღოლები იყვნენ ქურთები როგორც გავარკვიე ხო და მოკლედ ძალიან აი მართლა მულტი არა ისინი ძალიან პოზიტიურად და რა თქმა უნდა ხა კარგად იგონებთ ამას ყველაფერს პიროვნულად ხო ყველა იყო მაგრამ უბრალოდ ის ტიპაჟები რაც რეალურად ჩვეულებრივ სამ ყველგან ამერიკაშიც რუსეთშიც და საქართველოშიც ირანში ტაქსის ძღოლი ყველგან ერთნაირად და პლუს ამას ერთ დამამატებ ოღონდ ეს ცოტა შემდეგი შემთხვევა იქედან წამოსვლისას ტაქსის ძღოლზე მინდა გავამახვილო შეხვდა ტაქსის ძღოლი რომელიც დაახლოებით იგივე იყო რაც ჩვენთან ორდიპლომიანი ტაქსის ძღოლები ოფიცერი ვიყავიო წარსულში ახლა პენსიაში ვარო და ჩვენთან ტაქსის ძღოლობა არ ტეხავსო და მე და გიორგი ენუქიძეს და უცებ გაგვახსენდა ეს ჩვენი ისტორიები რა მოკლედ კეთი რა შეიძლება იცი რა მინდა კითხო აი თქვენ მე გიორგისთან გავაგზავნებ ამ თემაზე საუბარს მაგრამ აი თქვენ თაზე იყავით მწვერვალზე იყავით ქართული დროშა გაშალეთ იქ და ასე შემდეგ და ირაკლი აღნიშნა ასევე რომ იყავით ფერეიდანში და იყავით რამდენიმე ქალაქში ხო კიდე სადაც აი გინდოდათ იმ იქაური ტრადიციების ნახვა რა ტრადიციას გარდა იმისა რომ თქვა ხალიჩებს ქსოვთ თუ იყო შემთხვევა როდესაც ან ძეობა როგორი აქვთ მათ ან ქორწილი როგორი აქვთ ან რაღაცა ხომ არ დაგპატიჟეს ისეთ ადგილზე სადაც ან იცეკვეთ ან იმღერეთ ერთად და რაღაცა ესე გიორგი ხო ასე იგი პირველი რაც კულტურა არის აბსოლუტურად განსხვავებული ევროპისგან ეს ნუ ფაქტია განსხვავებული ჩვენი სამხრეთ მეზობლებისგან აზერბაიჯანისგანაც და სომხეთისგანაც არის ძალიან დიდი კონტრასტი არის როგორც პირდაპირ მნიშვნელობით ანუ დროში 1395 წელია მე-14 საუკუნე
არის მთვარის კანედლით აღრიცხვა. როცა ვეუბნებით ადამიანს, რომ 15 იანვარი არაფერს არ ნიშნავს, მხოლოდ ნიშნავს 15 დღეში. ისინი ამატებენ თავიანთ რაღაც გამოთვლებს, ციფრებს. ამის შემდეგ ისინი გვეუბნებიან დღეს რა დღე დადგება ამის შემდეგ. ეს კონტრასტი 21 საუკუნე რო თქვა არის მე-14 საუკუნე ამ მომენტისთვის ირაკლიც 2 წლის წინ იყო 1393 წელს ჩასული ერთადერთი არაბული სახელმწიფო სამხრეთის სახელმწიფოა ისლამი რომელსაც ესე აქვს აღრიცხვა დროითი პირველი შეხები ჩვენს ქართველებთან იყო ძალიან საინტერესო ირაკლის ქონდა ამ კუთხით გამოსული მაგრამ ჩვენ არ ქონდა ჩვენ ტექსტებში წაგუკითხავს მხოლოდ ძველი ქართული საუბარი თუმცა 400 წლის განმავლობაში თუ ესე შეიძლება შენარჩუნებულიყო ენის სიძველეები და დიალექტები როგორც ჩვენს ჩანაწერებში არის შენახული ვერც კი წარმოგვედგინა რამოდენიმე სიტყვას გეტყვით რომელიც სხვაგვარად ჟღერს დღევანდელ ქართულში მაგალითად მანქანა სწრაფად მიდის როცა ჩვენ ვამბობთ ისინი ამბობენ მანქანა მარდად მიდის მაგალითად როცა ახალი წელი დგება ისინი ამბობენ წინა წელი გარდაიცვალა და როცა გითხრა რომ წელი გარდაიცვალა მოგვიწე დაფიქრება რას გულს ანუ წინა წელი წავიდა სისხლს აქვს ძალიან სასიამოვნო და თბილი სახელი ცის კიბე. შულს ეძახიან ომს, ნუ ეს ალბათ უფრო ნაცნობი სიტყვა არის და ტრადიციასაც თქვენს კითხვას პირდაპირ პასუხობს ძალიან პოზიტიურები, მხიარულები არიან ჩვენი ქართველები ძალიან კარგად მღერის ყველაში გულისხმობთ ყველას და არა ყველას -1 და 2-ს და ძალიან კარგად ცეკვავენ იმას რაც მათ წინაპრებმა ასწავლეს და ცეკვავენ იმას რასაც მათი ემოცია კარნახოს და ცეკვას ისინი ეძახიან ქართულად შიშპრობას შუშპრობას ხო ჩვენი შუშპარა სვანეთში არის ხო ერთ-ერთი ანუ თითო დღე და თითო დღის განმავლობაში ხდებოდა ესეთი რამ თავისუფლად შეიძლება ჩვენ ჩანაწერებში თუ მოგონებაში ჩავწეროთ რომ განსაკუთრებული ემოცია და საოცარი რამ რაც კი გაკეთებია ცხოვრებაში. ალბათ ესეთი ერთ-ერთი იყო ისლამური კულტურიდან გამომდინარე რომელსაც გავლენა მოახდინა იყო 30-35 მამაკაცთან ერთად ვქეიფობდით რაც გულისხმობს იმას რომ ბევრი მუსიკა, ბევრი ცეკვა, იქაური ტრადიციული ცეკვა, ჩვენი ქართული ტრადიციული ცეკვა რამაც ძალიან აღაფრთოვანა, ძალიან აღფრთოვანა ჩვენი ჩაი კიდე პლუს ძალიან განუკვირდა ეს ყველაფერი ალკოჰოლის გარეშე. მე პირადად თუ რამაც ეკვირს თუ რაღაც პატარა თურმე შეიძლება. რა მაინტერესებს კიდე აი თქვენ ამბობთ რომ ეს კაცური შეხვედრა, კაცური кейფი და ასე შემდეგ. აი როგორი არის იქ ქალის როლი? ქალის როლი არის ძალიან საინტერესო, მაგრამ ძალიან განსხვავებული. ჩემთვის მაგალითად ეს ქალის როლი ქართველებისთვის და ადგილობრივ ქართველები ანუ ფერეიდნელი ქართველებისთვის და ისლამური მისტიკა მაცხოვრებლებისთვის არის ძალიან განსხვავებული. რაც გულისხმობს შემდეგს. ისლამური სამოცი თქვენ იცით რომ კაცრად ორთოდოქსული არის იცამე წესებს, ანუ ჰიჯაბები დადიან, სახის გამოჩენაც კი ქუჩაში როცა მოდიან, არ სურთ და ამიტომ ან ხელს იფარებენ, ან თავსაფარს იფარებენ, მაგრამ ქალის როლი ჩვენი ქართველების შემთხვევაში არის ცოტა სხვაგვარი. გაცილებით მე თავისუფლებას აძლევენ თავიანთ მეუღლეებს იმის გამო რომ ფიქრობენ რომ ანუ მე მიყვარ ჩემი მეუღლე რატო შევზღუდო რაღაცებში და მაგალითად თავსაფარი მიღებული წესია, მაგრამ არ არის აუცილებელი ჩაიცვას ჰიჯაბი. ოჯახში ქალი არის დიასახლისი, რომელიც აბსოლუტურად უძღვება ოჯახს, როგორც საკვები პროდუქტების, ანუ კულინარიის კუთხით, ასევე შვილების აღზრდაში ყოლო ძალიან დიდ მონაწილეობას. გენდერული ბალანსი აბსოლუტურად დარღვეულია, მაგრამ არ არის დარღვეული გენდერული ბალანსი თუ ჩვენ საუბრობთ იქაურ ქართველების ოჯახებზე და ის მცნება, რაზეც არის დამყარებული ცოლ-ქმრული ურთიერთობა, ურთიერთგაგება ერთმანეთის აზრის პატივისცემა არატყუილი, ეს აბსოლუტურად იგრძნობა ქართულ ოჯახებსა და იქაურ ისლამურ ოჯახებს. და აი როგორი არის მაგალითად სამსახურებში მუშაობის, თქვა ქართულ კაცები მუშაობენ და სამსახურის შემთხვევაში როგორც მამაკაცები მუშაობენ, ასევე ქალბატონებიც მუშაობენ. ტრადიციული ტანისამოსით, როგორც წესი მუშაობენ, ძირითადად ქალბატონები აი ბანკებში მუშაობენ, ოფისებში, პოსტაში. განათლება საკმაოდ მასწავლებლები ამ თაობას აქვს განათლება, რომელსაც თვითონ აღნიშნავს, მაგრამ ძველ თაობა შეიძლება უფრო ნაკლებად კონცეს. თუმცა განათლებაში თუ იმას ვიგულისხმობთ, რომ რამდენად კარგად გადაეცემა ენა, ქართული ენა თაობიდან თაობას, ეს
არის აბსოლუტურად გასაოცარი, იმიტომ რომ ის ჩვენ ქართულად ჩვეულებრივად შევდიოდით კომუნიკაციაში ნებისმიერ იქაურ ქართველთან, რომელთაც წინაპრებისგან ჰქონდათ ეს ცოდნა მიღებული. ჩართვას გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. 7 წლამდე, ანუ რომ სანამ სკოლა დაიწყება, არც ერთმა ქართველის ბავშვმა სპარსული არ იცის. ესე იგი ქართულად საუბრობენ. სახში აბსოლუტურად ყველაფერს ლაპარაკაობენ. ლაპარაკაობენ. ერთ რამეს დავამატებ. ირაკლი ნელაი ლაპარაკავე. ასე უბრალოდ უჩქარა კარტოფილი ყარაგა. პირშო გიგას მითხეს ეს პროცესი ქვია და ერთ რამეს დავამატებ გენდერულ თანასწორობაზე. ერთ საღამოს, რიგითმა ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა მამარეზამ დაგვპატიჟა ოჯახში. ბიჭები და მოხდა ისე რომ საღამოს უნდა წავიდეთ ცეხან რაც აღნიშნავი რა საკეიფოთ ღვინის გარეშე იქ ჩვეულებრივად კეიფი და სუფრა აღმოსავლური წესით ძირს იშლება სუფრა ჩვეულებრივად ბევრი ჩაი ბევრი საჭმელი და ბევრი მუსიკა საიქვა ყველაფერი და სანამ აქ საკეიფო წავთ ეს ჩვენი მასპინძელი ვინც არის ჩვენი მეგობარი შახრა მონიკაძე თხოვა და გავყევი სახში და სახში გავყევი იმისთვის რომ გამზადებული აქვს ნაყიდი აქვს ხორცი ჩვენთვის სტუმრები ვარ და რომ კერძი დაამზადოს და ამ ხორცის გასამზადებლად მიდი სახში იმისთვის რომ მის მეუღლეს მოეხმაროს ჩვენთან როგორც წესი ხორცს ყიდულობს მამაკაცი და ამზადებს დიასახლის ნაყიდია ხორცი მიეხმაროს მის მეუღლეს რომ გაამზადოს მოაშოროს ის რაც არის მოსაშორებელი ხორცი რომ მე მეუღლემ კერძი გააკეთოს ამისთვის აკეთებენ იქაური არაქართველები ხო იქაური არაქართველები არა იქაური აქაც ბევრი ოჯახია რომ ცოლს უკიდის ხორცი იყიდის და სახში აკეთებს სპეციალურად წამოვიდა მიღებაზე ვიყავ და მიწვეული ვიყავ ერთ ოჯახში წამომიყო წამოდი შენცო წამოვიდა და ჩვეულებრივად ოჯახში მივედით ეს ბატკნის ხორცი გაშალეს ძირს აღმოსავლურად როგორც წესი დააჯდნენ ძირს და უბრალოდ შემშურდა ცოლ-ქმარის ამ ასეთი ურთიერთობის მე პირადად იმდენად თბილი და გემრიელი დამოკიდებულება იყო რომ რა ვიცი მეტი და ასე ხდება მარტო ამათ ოჯახში კი არა ყველა ქართველის ოჯახში და რა მაინტერესებს აი თქვენ ახსენეთ და ირაკლი ძალიან ახლო მეგობარი არის შახრა მონიკაძე და მონიკაძე გვარი ძალიან ისე მომხდა ყურში როგორც ძველი ქართული გვარი აი როგორი გვარები არის იქ თუ შეხვდათ თქვენ კიდე სხვა გვარები კი ძალიან ბევრი გვარი ძირითადად 19 ძირითადი გვარები არის ჩასახლებული და ესენი არიან ძირითადად კახეთიდან არიან 170-მდე გვარი იყო გადასახლებული სულ მაგრამ 19 ხაზად გაანაწილეს 19 ოჯახს ასე ვთქვათ არიან მასიტაშვილები არიან სეფიაშვილები არიან სუპიტაშვილები იოსელიანები ონიკაშვილები ონიკაძეები ჯავახიშვილები ჯავახიშვილები მუშაშვილები ასე იგი არიან ავიცი თათუაშვილები და ეს გვარი ამ გვარებით მოდიან ეს ოჯახები ოღონდ როგორ არის ახლა ჩვენი მეგობარი აი ჩვენი მეგობარი შახრამი იქ არავითარ შემთხვევაში არ მოგცემენ უფლებას დაარქვათ ის სახელი რომელიც თქვენ გინდათ აუცილებლად უნდა იყოს მუჰამედი თქვა ანუ არის სახელების ჩამონათვალი რომელსაც მიდიხარ და ირჩევი ქალესაც და კაცისაც ცალ-ცალკე და ტენდენცია წამოვიდა ახლა ისეთი პერიოდი შახს რომ არ ქვია კიდე მეორე სახელს თქვა არის კახა და ქვია ქავე შარამის ბიჭ ვაჟს არაჩვეულებრივი არ ვიცი კეთი აი გულწრფელად გეუბნები ასეთი ლამაზი ქართველები ასეთი ტიპაჟები რანაირიც არ უნდა იყოს აი პორტრეტებს რო იღებ და თქვა არჩილი და ამას დადგება მომენტი რომ ჩვენ გავაკეთებთ ამის ფოტო გამოფენასაც ალბათ და გასაზოგადოებას ვანახებთ ეს არის რაღაცა შედევრი სახეები გენეტიკურად ისე არის შენარჩუნებული და იმდენ რაღაცა რომ აღფრთოვანებას იწვევს ეს ყველაფერი და რა ვიცი და რა მინდა კიდე გკითხოთ და ძალიან ბევრი რამე მინდა გკითხოთ მინდა რომ თან დროში ოპტიმალურად ჩავეტიოთ თქვენ ახსენეთ რომ იყო იქ როგორც ფოტო გადაღება რომელსაც აჩიკო იღებდა და არაჩვენ მე რაც ვნახე ეს ფოტოები არის ჯერ მარტო ესე ვთქვათ ბუნების ფოტოები რაღაც ფანტასტიკური და ველოდები გამოფენას ასევე ვიდეოთი იღებდით კიდე ხომ არ გეგმავთ რომ რაიმე მცირე ფილმი გააკეთოთ დოკუმენტური ფილმი გააკეთოთ გიორგი
ხო, იმიტომ რომ თქვენს ასე ვთქვათ კლუბის გამოცდილებაში ასეთი რამ უკვე არსებობს. კი, არსებობს. ჩვენს ერთ-ერთი მიზანი წასვლის ესეც იყო. არსებობს რამოდენიმე ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ფერეიდანთან დაკავშირებული, ისფახანთან დაკავშირებული, ქართველების მიერ გადაღებული 10 წლის წინ დაახლოებით გიორგი კალანდიამ გადაიღო, მაგრამ ჩვენი მხარე, ჩვენი ხაზი, რომელიც ფილმს მისდევს, არის აბსოლუტურად განსხვავებული. ჩვენ არ ვაჩვენებთ ალბათ იმას, რასაც აჩვენებდნენ ისინი იმ ფილმებში. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ მათი ყოველდღიური ცხოვრება, გულისხმობთ მათი საქმიანობა, მათი ჰობი, ის რომ ისინი მთაში დადიან ტრადიციულად იმის გამო, რომ წამლობები მოქონდათ, ანუ წამლებს კრებდნენ იქ ზემოთ მთაში და კურნალობდნენ. ერთ-ერთი რაღაც შეხვედრის დროს გადავიღეთ ქალბატონი 80 წლის ქალბატონი, რომელმაც 70 წლის ასაკში დალაშქრა ის მწვერვალი, რომელზედაც ჩვენ ავედით ზამთარში, იმის გამო რომ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და ახალგაზრდებს აჯობა. ეს დედა იყო იოსელიანი იყო და შვილი ყავდა გარდაცვლილი და უბრალოდ მაგარი დედა რო იყო და არის გატეხილი და კითხვაზე თუ რატო გადაწყვიტა და საერთოდ რატო გადაწყვიტა ერთი შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება ამ ასაკში და ზოგადად თაში სიარული იყო ის რომ მას დედამ ასწავლა ბავშვობაში სცენარების მონგროვება მთაში და ეს ბუნებრივად მოხდა. ზუსტად აი ეს გვინდა გვაჩვენოთ ჩვენ, გვინდა ვაჩვენოთ მათი ცხოვრება, როგორ გადადიოდა ტრადიციები, ანუ თაობიდან თაობაში, როგორ დადიან ისინი მთაში, როგორ ასწავლიან შვილებს. არის ესეთი ადგილი მთაციხე მწვერვალზე, შაჰრამმა გვითხრა მხოლოდ წაგიყვათ მწვერვალზეო, ადგილი არის სადაც აი ჩვენს ფილმებში კარგად ჩანს ქალები, რომლებიც ტყვეობას სიკვდილს ამჯობინებდნენ, თავს იკლავდნენ, ხდებოდნენ კლდეებიდან. ზუსტად იმ ადგილას ვიყავით, სადაც ეს ფაქტები ხდებოდა. იმ ადგილას არ არის არაფერი გარდა ორი რამისა ამ მომენტისთვის. ერთი წყარო, არის ეს არის კლდის თავზე ძალიან მაღლა და მეორე ხე. ბუჩკიც კი არ არის ხე. არ ვიცი ეს რამეს ნიშნავს, არ ნიშნავს, ვინმესთვის უნდა დაიჭოს. მაგრამ ეს არის ძალიან ლამაზი ადგილი, ძალიან კარგი ადგილი და ზუსტად ფილმიც ამაზე გვინდა გავაკეთოთ ქართველების ჩასვლა და თეთრუდის ჩასვლა და ჩვენზე გავაკეთოთ და ჩვენს ამ ურთიერთობაზე გავაკეთოთ. ეს არის გადაღებული ქართველების მიერ, რომლებთაც არ უნდათ გააკეთონ რაღაც პროფესიონალური ისეთი მომენტი გქეთი რომ რა ქვია იმდენად ემოციურად დატვირთული და ისეთი რაღაცა გეუფლება იქ რომ ადიხარ რომ სათვალე გავიკეთე რომ არ შეიმჩნიათ რომ ცემლი მომდიოდა გეფიცებ ყველაფერს ემოციური იქნება. ნუ ეს რაღაც ფანტასტიკური რაღაცა. თან ყველაზე დავამატე ბოდიშკეთი ყველაზე მაგარი. ამას ჩვენთვის ემოციური ხო იყო ისინიც რომ ემოციები ტყვებიან და შარშანი 2 წელია უკვე იქ ტრადიცია აღდგა, გადიან სოფელში, ნუ მანამდეაც გადიოდნენ, აპრილის ბოლო პარასკევს. ხო, გადიან სოფლიდან და ქართული ჩოხებით ფოტოებიც ნახეთ, ქართული ჩოხებით, ქართული საკრავებით ღერიან საქართველოზე იქედან. იქ იმ ადგილზე რა თაში სადღაც მნიშვნელობა არ აქვს თან ამ შემთხვევაში რა მაგარი იქნება ხა მაგ დროს რომ იქ იყოთ ეხა უდაბნოს ამბებიც მომიყვა უდაბნოს ამბებს ალბათ რაღაცა მინდა გითხრათ საინტერესო ფაქტია ორ ფაქტს აღნიშნავ მოცა ბავშვი ტირის აკვანში ჩვენთან როგორც წესი რაღაც და ვაშინებთ ან რაღაცას ვაკეთებთ გუდიანი კაცი პოლიციელი და ასე მაგრამ იქ ეუნებიან ნუსტირი იცოდე საქართველოშიც გაიგებენ და შენ შერცხვები. აი ამით ამშვიდებენ ბავშვს. რაღაცა ეს პატრიოტულ ეს არის ძართული ახლა სიტყვებით ემოციის მიღება ალბათ რასაც მე ვამბობ, მაგრამ ამას ისე როგორც ისინი ყვებიან და რომ როცა ამას უყურებ ბავშვებს და მშობლებს და დედებს, ემოცია არის, რა ვიცი, ძალიან ხო და აი იგივე ვთქვათ ბავშვებთანაც ხო გქონდათ თქვენ ურთიერთობა. ბავშვებთანაც გქონდა ურთიერთობა, წამოსვლის დღეს ვიყავით მოსენ ლაჩინანის ოჯახში ვიყავით და დიშვილები ყავდა ოჯახში. ერთ სიტყვით როგორც ინგლისურად made my day რო იძახიან ინგლისურად ჩვენი დღე საღამო შექმნაო. აი ესე იყო ორი ბავშვი იყო რომელთაც აბსოლუტურად ქართული სახეებით ქართულად კარგად გამართულად საუბრებით ირაკლი შეიპირეს რომ მომდევნო ჩასვლაზე ამბანი უნდა ჩაუტანოს ირაკლი და უცებად თვითონ უნდა რო ისწავლონ ეს და ასე ისწავლა თვითონ სხვადასხვა შაჰრამის გოგო ელენიკო უნიკაძე. ასე აი აქ საქართველოსთან წაღებული ანბანი მხოლოდ და ეს ბავშვი ყოველ დღე
ბავშვია ხო 10 წლის ბავშვია არა არის და გოგო თუ ყოველდღე მამის დააჯენდა აბა ეს ასურა არის აბა იმას სწავლობდა მე იმის გამოყვანა სწავლობდა და დაეუფლა წერას კითხულობს და ჩაწერილი მოქვის კითხვა საყვარლად ძალიან თუ ხო გეუბნებით რომ აი სურვილი უზარმაზარი ახლა ეს Facebook-ის გამოჩენის შემდეგ იმისა რომ არ დაკარგონ საკუთარი ფონზე და საკუთარი ფესვები ერთ ამბავშთან რაღაცას ვიტყვი ქეთი ამბავშთან დაკავშირებით ერთ რამეს როცა მელაპარაკებოდა რაღაცეები ვერ გავიგე ხო ახლა იმათი ქართული განსხვავდება და ნუ ცოტა დაფიქრება მიწევს რომ გავმეგო და რო ვერ გავიგე და გულდაწყვეტით მეუბნება ის ბავში მე ქართველი არა ვარ სპარსი ვარო და ნუ ამბობ მეთქი მაგას ქართველი ხარ შენ თქო და რატომ მითხარი ეს თქო და რატო და შენ მე ვერ გაგაგებია ქართული ლაპარაკია და ისე მომხდა გულში ეს ნათქვამი რომ ავიცი და ასე რომ ჩემო მეგობრებო ახლა აუცილებლად მომდევნო ჩასვლაზე უნდა ისწავლოთ ისეთი ლაპარაკობა როგორცაც ისინი მე უკვე ნასწავლი მაგას დაწუნებული ვიყავი კეთილი რომ ეს მეორე წელზე მე უჩვენებლად გებულო ჩვეულებრივად ვაგები კი ბატონო მასე ხან კილოს ამღრებულო ფრავარი ვანელი ვარ ასე ყველა კილო როგორი აქვს ხო იცი ამღერებ კახური ცოტა საჯურის მინდა ახლა თქვა რომ ის ზუსტად ხო ვიძახი ჩვენ 400 წელი აბა 400 წელს ვიძახით და ბასმებესის ბოლო 30 წელიწადია და 400 წელი გადასახლებიდან ზუსტად წელს სრულდება და ამასაც მიუძღვენით ჩვენი ექსპედიცია ჩვენ ზუსტად 1617 წელს მოხდა ეს ფაქტი და 2017 წელი არის მოკლედ ერთ რამეს ვიტყვი ყველა ქართველი იქ ელოდება ცისარტყელის ქვეშ გაძრომას რომ მოხდეს საქართველოში ეს არის ცისარტყელის ქვეშ გაძროება ცისარტყელს გამოჩნდება სულ ესე ამბობ ანუ ცისარტყელი როგორ ქვია კიბე ცისარტყელა როცა აი ცისარტყელს როცა დაინახავენ ამ ცისარტყელის გაძრომაში ცისარტყელის ქვეშ სურვილი ამის სრულდება და ამათი სურვილია საქართველოს მოხდება მე თქვენს რომ ჩამოვიდნენ და მე აუცილებლად მინდა უდაბნოზე გკითხო იმიტომ რომ მე რაც ნახე ეს ფოტოები არის დამატყვა ამ ფოტოებმა ჩიკა. ხო, უდაბნოზე რაც შეეხება ის ფოტოები, რაც არის გამოქვეყნებული, ზღვაში წვეთია, მე ასე ვიტყვი, ზოგი მობილურით არის გადაღებული, ზოგი უცებ რაც, ანუ არის ბრალი მასალა. ეს არის დონის ფოტოს ვერ აკვირდებ ირანის ინტერნეტზე, ესეთი რომ ვერ დადებ. ეს არის როგორი რაღაც. ფოტოს უნდა 2 საათი. გასაგებია. აი დღეს უბრალოდ გადავხედე უცებ რომ ვიღუძე ფოტოებს და კიდევ ვერ კიდევ ხელს აი ის ემოცია მინდა თავიდან ბოლომდე შოკმა გაიაროს და უკვე გააზრებული დავიწყე. პირველი ჩვენი უდაბნოში შესვლა რაც იყო ფილმებიდან ნანახი, ვიღაცა ბედუინი მოდის და რაღაცას თან გიცინის და თან ხეშად გეუბნება. ანუ ეს იყო უდაბნოში შესასვლელი კარიბჭე, სადაც მიდის რეგისტრაცია ტურისტების. აჰა. და ძალიან როგორ იცი ყველას დაშინებულები ვარ თან ირანში ვარ და რაღაცების გვეშინია ხო იქ თავისუფალი არ არის ისე იმიტომ რომ მე არ ვიცი ფოტოს რო გადავიღო შეიძლება ვიღაცა მომივარდეს და რატო იღე ფოტოსო და თუმცა მეჩეთში მოგწენ ძალიან მნიშვნელოვანი მეჩეთში მოგწენ გადაღება ფოტოები და ვიდეო კამერასიდან იქ საერთოდ სამოცრები ხო ნუ ეგ კიდე და მოკლედ პირველი მოხდა ასე რომ დაძაბულები რაღაცა ძიმე მუსიკის ქვეშ და ჩვენ ვიღაცა გვეუბნება ჩაჯექით მანქანაში არ გადმოხვიდეთ პასპორტები უმეს და ჩვენ უკვე დაძაბულები ნუ შახრამს ვეკითხებთ ყველა შახრამ ხო არაფერია პრობლემა ის ქართველი სადაც არის იქ პრობლემა არ არის ხო ნუ ქართველი მაგათ ყველა ჩვენ ჯგვალზე მოვიყვანეთ ჩვენ ჯგვალზე ბოდი ლენგვიჯი პოცნაპოცნი შევედით უდაბნოში და პირველი ჩვენი რეაქცია უდაბნოში შევდივართ პატარა დიუნები რაღაცეები იქ ბუჩქები რაღაცეები და გადმოვედით მანქანიდან მწვერში ნაგავში რაღაცა სახეზე ახვეული ვიდეოს ფოტოებს ვიღებთ და უკვე უახლოვდებით აი ნამდვილ უდაბნოს და ეს ემოცია გაკეთ რაც იყო ჩვენი უკვე ნახევარუდაბნოდან უდაბნოში გადავდივართ უკვე რაც იყო ეს რა ემოცია და აქლემები რო დავინახეთ და ჩვენ გონია რომ მაქსიმალურად გამოვხატავ ჩვენ ემოციებს და აქლემების დანახვა და უკვე უდაბნოში შესვლა უკვე ახალი ემოცია დაიწყო. ამ ემოციებში ვარ და ბახტა ცოტა ხნის მერე ვაგზელებთ 40 კილომეტრი არის კონტროლ გამშვებები პუნქტიდან ასე ვთქვა შესასვლელ სარეგისტრაციოდან იმას დიუნები იწყება და მარილის თქვენ მიდიხართ ახლა მანქანებით მანქანებით და მანქანებით მოძრავთ ყველას გვიყვარს ერთმანეთი ვეხუტებით ვარ ალამაზია მაგარი მოძრავთ მაგრამ პუნქტამდე ვიტყვის აჭიკოს ხო და მოკლედ ამ ყველაში რაღაც მარილების გორები რო ყრია რაღაცა და ჩვენ სადა ვარ და ნახევარ უდაბნოდან უკვე შევდივართ უდაბნოში აქლემები გამოჩნდა აქლემებზე კიდე 10 მაგი რეაქცია და ეს აქლემებით მოვილიეთ ფოტოები გადავიღეთ და ვაგზელებთ გზას და გზას ვაგზელებთ უკვე შებინდებულია და ხედავთ რაღაცა შორს ოაზისს
ოაზისი კაი დიდი სასახლე ჩამოჭიმული უდაბნოში. ვაჰ, მივედით, გავაჭი აქ ვაცენებ დღეს ღამესო და ეს ხო ცალკე შოკი იყო, თან ისტორია. ეს ყოფილა ირაკლიმ თქვა მერე დაწერა, რომ დღეს რო ბენზოგასამართი სადგურებია ყოველ რამოდენი 50 კილომეტრში ტრასას. დაახლოებით იგივე ფუნქცია ჰქონდა შაჰაბას მეორეს დროს ამ 1000 კილომეტრიან მარშრუტზე უდაბნოში. ყოველ 45 მეტრში კილომეტრში იყო ეს ქარავან-სარაი, სადაც დაღლილი აქლემები და ცხენები იცვლებოდა ახალ ცხენებში და აქლემებში. სადაც დასვენება შეეძლოთ ადამიანს. სადაც ამ ქარავანის მოჩვეულებრივად მოწესრიგება თავის და ისე მეორე დილას ადრე მიდიოდნენ შემდეგ 45 კილომეტრამდე და ასე აგრძელებდნენ გზას. და აქ ღამე რო გავათიეთ, ეს იყო კიდე ცალკე და პლუს ამას უნდა აღვნიშნო, იქ ადმინისტრატორმა გვითხრა ამ უდაბნოს, ვინც არის რომ პირველი ქართველი ჯგუფი ხართო, ვინცო საერთოდ ამ უდაბნოში მოსულ ხართო. ალკოჰოლია, გურჯისტანიდან ალკოჰოლი არ აქვს. ეს მართლა აღსანიშნავია. კი, აღსანიშნავია, მაგრამ მაინც სკეპტიციზმით უყურებდით, თუ ყველა რომ ახლა ჩვენ არ გამოგვივიდეს თეთრულზე გვიყვარს პირველობა საერთოდ და პრეტენზია გვაქვს. ადმინისტრაციის უფროსმა ოფიციალურად გითხრა რომ არც ერთი გურჯისტანიდან კლუბი გატარდით როგორც პირველი გურჯისტანიდან იყო და მოკლედ კეთი ამ უდაბნოს ეს იყო პირველი საღამო დამთავრდა. მეორე საღამოს იწყება უკვე ამ უდაბნოს კიდე სიღრმეში შესვლა და დათვალიერება და მე როარ გავაგზელო ახლა პარაკს, იმიტომ რომ ხო იქ უკვე ფეხით როარ გავაგზელო ეს საუბარი გიორგი მათ თავის ემოციას რომ მოყვეს. აი აბსოლუტურად ერთი უდაბნო, ერთი ათნაირი სახეობის რაღაც ლანდშაფტური ხედვებით და ნუ არ ვიცი საოცარი სილამაზე. აბა გისმენთ ახლა გიორგი გააგზელეთ თქვენ როგორი იყო უკვე ფეხით სიარული უდაბნოში. თიდან ჩამოვედით და წავედით თაში, თოვლიდან ქვიშის თაში ავედით. ეს ბარხანები და უზარმაზარი დიდები და ესე. გარდა იმისა, რომ ისაც არჩიوما თქვა ეს პეიზაჟები ნაწილი მხარე არის გამომშრალი სიცხისგან და წვიმა იყო წინა დღეს და ეს ეთყობა დამსკდარი ფენები მიწას. მეორე მხარე არის აბსოლუტურად ქვიშის და ცოტა დაახლოებით მარცხენა სამხრეთ ნაწილში ეთყობა შორიდან ჩანს როგორც წყალი, მაგრამ სინამდვილეში წყალი კი არა მარილის საბადოებია. ხო, სხვათა შორის ფოტოებზეც ჩანდა ეს და მე ვიფიქრე ეს რა არის საბადოები. ჯერ წყალი მეგონა მე იმას და მარილო დაგვწევა. უცხო დაწყლებდა. ჩვენ რა თქმა უნდა აუცილებლად ვიყავით ფილმებში რო არის წყალს დაინახავ ჩვენ და უცებ მარილის საბადოზე მიდიხარ. და უდაბნო არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გართობის ადგილი და რატო? უდაბნოში ალბათ მიდიან ისინი, ვისაც აქტიური დასვენება უყვარს და ვინც თავს ეგრეთ წოდებულ პოზიტიურ გიჟად თვლის თავს და რატო? არიან ოფროუდერები, რომლებიც დაფრინავენ პირდაპირ მნიშვნელობით უდაბნოს ქვიშაზე, მანქანებით, მთებზე მანქანებით. არიან აეროპლანებით, რომლებიც დაფრინავენ პარაშუტებით და ცაში მოტოციკლეტებით დადიან, კაროებში. ანუ ექსტრემალური სპორტის მოყვარული. აი, ვერც კი წარმოვიდგენდით ძალიან დიდი მთა დგას უდაბნოში, ანუ ქვიშის მთა დგას და ფერდი აქვს ძალიან ციცაბო. ფეხით ასვლა არის ძალიან რთული და სულ დახაზული იყო. დილით რომ ჩვენ ძალიან ადრე გავედით დილით და შენ ახსენე ხო სად გავედით ღამე? აი იქიდან როცა ქარავან-სარაიდან გავედით დილით ადრე და სანამ მანქანები გამოვიდოდნენ, უკვე გამოვიდოდნენ, მანამდე ნახეთ სულ დახაზული იყო ეს მთები და ესეც საოცარი სანახავი იყო, იმიტომ რომ ესეთი რამე მხოლოდ ფილმებში გვენახა. თუმცა ეს აღვეჭეთ როგორც ფოტოზე, ასევე ვიდეო კადრებში. ერთში არ გაგვიმართლა რომ მზის ამოსვლა გვინდა გვენახა, მაგრამ ერთი რაღაცა იყო, ჩემი შეგრძნება, ეს ჩემთვის ახალი იყო, ეს უდაბნოში ну ირანში სპარსეთში უდაბნოში არ ვიყავი ნამყოფი და რა არის იცი ახლა რომ მიდიხარ ამ ქარავან-სარაიში ძალიან სერიოზულად მოწყობილი ყველაფერი წყალი რაც გინდა ყველაფერი არის რაც ხავარია და ჩვენ მიაგვთ ტურისტებს და გარეთ აყენია ეს სერიოზული ოფროუდ ჯიპები, დროშები, წევით აწეული მაგარი კარვები, ყველაფერი ესეთი ჩაცული ეკიპირებული ტიპები და შედიხარ შიგნით და ხვდები მე-16 საუკუნის გარემოში აბსოლუტურად
ისე ჩილებებისთვის ცეცხლის ტრიალი ასე რომ გააგუზგუზონ და ჩადონ და მოაწყონ იმას თავის როგორც ჩვენ მერიქი ფემსახურება ისე ემსახურება ხალიჩები ყველგან ეს პარსული ხალიჩები და იმაზე ფეხმორთული არაჩვეულებრივი ზღაპრული სილამაზე და დილას გაგვიფუჭდა ამით დაახლოებით 2-3 საათით მე გარეთ მეძინა შახრამთან ერთად ბიჭებმა შიგნით დაიძინე და ჩვენ ვარჩი -6 გრადუსი იყო მაგრამ ვიცით საძილეტობრებში რომელშიც ახლა მე პირადად შეგვიძლია თქვა რომ ჯერ მიჩვეული ვარ და მე კიდევ აბსოლუტურად არ შემცვენია ვიყავი არაჩვეულებრივ კომფორტულად ისეთ განებოში ავიც ალბათ ნეტავი ყოველ დღე ისეთი სიმშვიდე მქონდეს სულში როგორც აგერ ვარსკვლავებით მოჭედილი ცას უყურებ მთელი ღამის განმავლობაში და არის აბსოლუტური სიჩუმე მე ვიყვარს სიჩუმის მოსმენაც ვიყვარს მაგრამ ხო არის ზოგჯერ ჭიკ-ჭიკს უკრან ზოგადად რაღაცას არა აბსოლუტური სიჩუმე ნუ ეს იყო რაღაც ფანტასტიკური განცდა იყო რა ჩემთვის ხო ერთ დავამატებ უდაბნოს თემაზე და ალბათ უდაბნოს უკან დაბრუნებულ გზაზე უცობრუნდებოდით უკან ნახეთ ჭა და გავაჩერეთ ეს ჭა ყველგან არის მაგრამ იქ რო ჭაია იქ ჭა რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი გაგრძელება მეორე მხარეს და შარამა გითხრა რომ ეს უნდა გადაგვეღო მივედით და ნახეთ იყო წყალი იგლუს მარილი საბადოებია და ამოიღეს ბიჭებმა მამარიზამ წყალი ამოგვიღო გავსინჯეთ და იყო ძალიან მლაშე წყალი და ის გაგრძელება იყო აქლემებისთვის აი წყალს იღებენ მოსხამენ და შარამა გითხრა აქ ძალიან ბევრგან ნახავთ წარწერას და ძალიან ბევრგან ნახავთ ესეთ ადგილს სადაც წყალი გაცილებით ფასობს ვიდრე ოქრო და ოქროზეც კი არის წარწერები და დახატული არის ოქროს ბეჭედზე მაგალითად საყურეზე ნახატები არის წყლის წვეთის და გვერდით აწერია წყალი ოქროზე ძვირფასია კეთი ერთ რამეს ვიტყვი ეს ახლა რასაც ტურიზმის ნაწილი არის და აი ვისურვებდი ის სადაც ვიყავით ჩვენ ქარავანსარაიში იყო აღდგენილი აბსოლუტურად ძველი დანგრეული იყო დროთა განმავლობაში და აღადგინეს ერთი ალბათ დაახლოებით 8 წელია 10 წელია და გადაქცეული იყო ტურისტულ ოაზისად ვისურვებდი ასეთი ძველი ციხეები ბევრი არის საქართველოში რომელსაც ხელს არ კიდევენ ვისურვებდი იგივე პრინციპით აღადგინონ ჩვენ თუ პრეტენზია გვაქვს იმაზე რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ ტურისტული ქვეყანა ნამდვილად აუცილებელი არის აღადგინეთ ამით უმეტეს ჩვენ უფრო გახსნილი ქვეყანა ვართ იგი ვისურვებდი რომ აღადგინონ იგივე მეთოდებით და იგივე პრინციპით ტურისტების არაფერი კომფორტი არ იყო იქ ხალიჩის და ძირს საძილეტომლებით წოლის გარდა არაფერი komforti. და ირაკლი მახსენა მეჩეთის თემა რომელზეც მინდა აუცილებლად საოცარი ეს უკვე ხა მე ძალიან აღმოსავლურ კულტურებში მეჩეთებში მილოცია კიდევაც როდესაც ხო სალოცავი არ ყოფილა კონცენტრაციის გულისთვის თქვა სულაც არ მინდა არცეთი შენობა იმისთვის რომ ვილოცო მე პირადად ჩემი დამოკიდებულება შემიძლია ტყეში ვილოცო შემიძლია ხეზე ვილოცო შემიძლია საწოლში დაძინებული დაწოლილიყო იქ ვილოცო ანუ თუ შეგულწრფელად ვილოცულობ იმის თქვა მინდა ღმერთი კარგად ჩვენ ვიყავით არ ვიცი რამდენად ჩვენ ცნობილია ჩვენთან ეს არან ბიდგოლის მეჩეთში აქაა დასაფლავებული ჰელალ იბნ ალი ანუ მუჰამედის როგორც შიიტი მუსულმანები თვლიან მუჰამედის მემკვიდრე იმამი უნდა ყოფილიყო ალი და სუნის ღალატით მოკლეს მისი ასე ვთქვათ შვილი და დასაფლავებულია და ეს მექა და მედინას შემდეგ ერთ-ერთი უდიდესი წმინდა სალოცავი არის მთელი შიიტური სამყაროსთვის და რა ხდება ახლა? ნუ ჩავივართ იქ, გარეთ ბევრი მოტოები უყვართ და აჩიკო გადმოხდა ამიდან და მოტო და იღებს ფოტოებს და ისინი უნებენ მე გადამიღებ და არის ამ დღეში და მოთხარ მეჩეთში თუ შეიძლება შახრამ აქვია შევიტანოთ აპარატურა გადავიღოთ თქვა და ნუ არ ვიცი მაგრამ მე შევეკითხებიო და ახლა გამოგიტანთ ამბავს გავიდა შახრამ უცებ და გვიქნებს ხო მოდითო შევეთ ახლა რა შევედით და სად შევედით ჯერ დიდიში დაეზო და შემდეგ სიღრმეში უკვე თვითონ სალოცავი და რო შევდივართ აბსოლუტურად ჩავლებიოთ ვიღებთ ფოტოებს ხალხი ისე როგორც ჩვენთან აი პანაშვიც რო იხციან თქვა თან მესეს საჭმელები მოტანილი სურათები დადებული ჩვეულებრივად ამ შავებში ჩადრებში გამოწყობილი ქალბატონები ყველა დავიფანტეთ მათე ცალკე არის გიორგი ცალკე არის ენუქიძე აჩიკო მე ესე რა ფოტოაპარატები ყველას გვაქვს და ამ GoPro-ები AirPro-ები ვიღებთ ყველაფერს და ამის ენუქიძე არ ერთებავში და ეს ხალხი დაგუზდევდა რომ გასინჯეთ
ჩაიმირთვით გეპატიჟებოდ ჩვენი მისვალებული სული ცხონდებაო და თუ შეიძლებაო გადაღებაზე პირველი რაც იკითხე ნიკას რაღაც იქ არ არის გურჯისტანი, იქ ქართველები არ ცხოვრობენ და ეს არის ქალაქ ქაშანი არის, არა, უდაბნოსთან აგვიდგა, უდაბნო ქაშანამდე არის ხდება ეს და ქართველები არ ცხოვრობენ, რომ ვინ არიანო, საიდან არიანო ტურისტებიო, იქაური ისე გითხება რა ვიცა, იმის უფროსი და გურჯისტანიდანო ამაუთხრა. ჩვენ ფერეიდნელი ქართველები ვართ, ესენი გურჯისტანიდან სტუმრები ყავს. იმან გურჯისტანიდან სტუმრებიო, რაც უნდა გადაიღონ, რაც უნდა გააკეთონ. ნუ ერთადერთი იყო ასეთი მომენტი, რომ მიცვალებული, ასე რომ ვთქვათ, ამ წმინდა ადგილთან მიყვანისა და წრის დარტყმის რიტუალი იყო. და ნუ იღებდა გიორგი და კადრში მოხვდა და იმ ბიჭმა ესეთი თვალებით რომ წუხარება მაქოდა ანიშნა ასე და რა თქმა უნდა გიორგიმაც იმ წუთში გათიშა აბსოლუტურად ეს კადრი იმიტომ რომ ადამიანები ვართ ახლა ხო რა არის ციკეთი აი ასეთი გზობა მე საერთოდ ცნობილი ვარ ახლა ისედაც იცის ხანამ რომ ჩემებურად უყურებ ამ ღვთის საკითხს და ის წვენის საკითხებს და არ მაგილებს ის რელიგიის და ის მატარებელი არის მაგრამ იმდენ ხალხსა იქ ნალოცი გულწრფელად ახლა ისლამი და თუ გინდა ქრისტიანობა სიღრმისეულად უბრალო მორწმუნე ადამიანმა თქვა თავის თეოგონიით და კოსმოგონიით და აქვე წმინდა წიგნების კითხვებით და იმგენით არ იცის მაგრამ იმდენ ადამიანს აქვს იქ დედის ჯანმრთელობაზე შვილის ჯანმრთელობაზე ვიღაცის ბედნიერებაზე ვიღაცის რაღაცაზე ნალოცი გულწრფელად რომ აურა არის სალოცავი შენ თუ გინდა ხა მე მილოცია თქვი მე ჩეჩი და რქვა გადასარევი კარგი სიმღერა გვაქვს ჩვენ ტექსტი კაცი ყავკაცური და იქილოცე სადაც გინდა იქილოცე და იქაურების განწყობა ჩვენს მიერ და ვიყურებდნენ უცხოელები ვარ ჩასული ახლა ნუ სპეციფიკური თანსაცმელი გვაცვია ხო სამთავრობო და რაღაც ისეთი და ზუგჩანტები პატარა ზუგჩანტებით ბიჭები და რაღაცა და ფოტოაპარატებით ახლა გასაგებია ერთი შეხედვა ჩვენ არა ვართ იქაურები მაგრამ იმათი მოწიწება იმათი განწყობა და რაც კიდე ყველაზე კარგი არის და ეს არ მინახია პირველად რა თქმა უნდა ყველა მეჩეთში დევს ყურანი ანუ წმინდა წიგნი და ისინი რომ მიდიან ამას კითხულობენ აი სულ კითხულობენ აი ის კი ლოცულობენ ძალკე მაგრამ ყურანს აუცილებლად რაღაც სურას როგორც ვთქვათ ბიბლიიდან თავს აიკითხავ ადამიანი ჩვენთან ისე ისინიც კითხულობენ ხო დიდი განსხვავება ხა ამის შესახებ კი სხვა თემა განსხვავებები მაგრამ ჩვენ რომ ველოდით აბსოლუტურ ვარს მეჩეთში გადაღებაზე ჩვენ მოხვდით წმინდა ადგილზე უნიკალურ ადგილზე სადაც მოგვეცა გადაღების საშუალება სადაც ნახეთ ძალიან ბევრი რიტუალი და დამოკიდებულება ისეთივე როგორც ჩვენ ტრადიცია რომ თქვათ დაილოცე ერთი ჩეკით ჩემი სვარებულის ხსოვნა თქვი ხო აი ზუსტად ასევე იყო ეს შემოთავაზება თბილეული მოგა ესე ჩვენ სახშია გაკეთებულიო და მიირთვით ჩვენი სვარებულის არის კარგი და ჩვენ ხო ქრისტიანები თან გურჯები ახსენეს და რაღაცა და დამოკიდებულება იყო ისეთი რომ რა ვიცი მე ჩაით გაგვიმასპინდნენ და მოურჩით ერთი ჩამოგვართვეს ისინი მეორე ხო არ გინდათ მოგიტანთ და ასეთი დამოკიდებულება მოკლედ მოსაყოლი და ემოციების განუსაფრთხოები ჯერ კიდე იმდენი რამეა და ძალიან დიდხანს მოგისმენთ აუცილებლად და ველოდები გულით და სულით აი ამ გამოფენას და ფილმს როდესაც დაამთავრებ და ამაზე ჩვენ ალბათ ცალკე კიდე გვექნება ამის შესახებ საშუალება რომ ვისაუბროთ მინდა რომ გისურვოთ წარმატებები და ეს წელს ყოფილიყოს წლევანდელი წლის დასაწყისი აი ეს და კიდევ ბევრი ექსპედიცია გქონოდეთ